საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროპარლამენტში 17 დეკემბერს მოხდება. მთავარი მომხსენებელი ამ თემაზე საგარეო კომიტეტის წევრი ანდრეი მამიკინსი იქნება. ამ დროისთვის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უკვე მოხდა ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოში, ანალოგიური პროცედურა კი გასავლელი რჩება 20 წევრ სახელმწიფოს. ასევე ცნობილია ისიც, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელშიც ყურადღება გამახვილდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, საგარეო გამოწვევებზე და საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ამ რეზოლუციით ევროპა დაგმობს იმ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებასაც, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა. რატიფიკაციის პროცესი მიდის წევრი ქვეყნების მხრიდან ძალიან დინამიურად და უკვე 8 ქვეყანა, რომაც წევრი ქვეყნებიდან რატიფიკაცია გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების. რატიფიკაცია ევროპის პარლამენტში ეს კიდე სხვა დანიშნულების მატარებელია. 17-ში იქნება ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია, რეზოლუცია, რომელიც მოყვება ასევე საქართველოს შესახებ და ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მასშტაბური მხარდაჭერა მიიღოს საქართველომ ამ რეზოლუციით.